აფხაზური ლიტერატურისა და ისტორიოგრაფიის ფუძემდებლის დიმიტრი გულიას დაბადებიდან 151 წელი გავიდა. წერლის ძეგლი ყვავილებით შეამკეს და მისი შემოქმედება დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს თბილისში. სამაგალითო იყო მისი მოღვაწეობა, რამე თუ ყველამ ვიცით, რომ იგი ეთნიკურად აფხაზი იყო და ძალიან კარგად იცოდა თუ რა მნიშვნელობა ეკისრებოდა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ჩვენს აფხაზ და-ძმებთან ერთად ერთიან საქართველოში ვიცხოვრებთ და ჩვენი ეს ურთიერთობა იქნება სამაგალითო, რამე თუ დიმიტრი გულიასნაირი ხალხი არის ფუძემდებელი ამ ურთიერთობის. დიმიტრი გულიას როლი დაღვაწლი ნამდვილად დიდია ქვეყნის წინაშე. მან პირველად თარგმნა აფხაზურ ენაზე ვეფხისტყაოსანი, ასევე დააფუძნა პირველი აფხაზურენოვანი ბეჭდვითი მედია აფსნი და ასევე იყო აფხაზური ენისა და ლიტერატურის აკადემიის თავმჯდომარე.